გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გასწავლით როგორ გადმოვწეროთ Bugatti Chiron GTA 5-ისთვის. ხსნით Google-ს, ვიწერთ Open 4-ს, მერე ვიწერთ Script Hook 5-ს, აი ესე იქნება. შევდივართ აქ, მერე აქ ვაწვევით, ამას ვხურავთ. Script Hook 5 და აი ამას ვიწერთ. მერე გვინდა GTA-სთვის მენიუ. რომ იმუშაოს ეს ყველაფერი. შევდივართ აქ. Bugatti უნდა იწეროს. ეს არის პირველი. შევდივართ აქ და ამას ვიწერთ. Open 4-ს რო გადმოწერთ, შევდივართ, ანუ იქ უნდა აჩვენოთ, სად გაქვთ თამაში, რომელ ფაილებში დავაწვევით Windows და შევდივართ თამაში. ეხლა რას ვაკეთებთ პირველ რიგში? შევდივართ აი აქ ინსტრუმენტებში, ვაწვევით Asset Managers, აქედან სამივეს ვიწერთ. ანუ შეიძლება გადმოწერილი ქონდეს პირველი ან მეორე, ანუ უეჭველი 2-3 უნდა გადმოწეროთ. რო გადმოწერთ, ვაწვევით აი აქ რედაქცია ის. ჩაგვერთვეს. ეხლა რას ვაკეთებთ მანქანას როგორ ვაყენებთ? შევდივართ update-ში. update RPF-ში. აქ ამას ვაწვევით. მე შევდივართ common-ში, data-ში და აქვეძებთ აი ამ ფაილს. ვაწვევით მარჯვენა ღილაკით, ვაწვევით აი ამას. ესე რო გაგვეხსნა, აქ ესე გიქნებათ. აი ესე გიქნებათ, ვაწვევით Enter-ს. მე რას ვაკეთებ? შევდივართ აი აქ ჩვენ ფაილი Bugatti სადაც გვაქვს. ხსნით, აქ გიქნება add-on on. Nice. მე რო ხსნით აი ამას. რო გახსნით, აი ეს არის ჩვენი მანქანის კოდი. ვაწვევით Ctrl+C-ს. თუ არ გინდათ აი ესე გააკეთეთ და აქ ვაწვევით Ctrl+V-ს და ჩავცვით ჩვენი მანქანა. ეხლა რას ვაკეთებთ? მერე ბრუნდებით GTA 5-ში. აქ გვინდა ჩვენ ახლა კიდე ერთი რაღაცა. აი შევდივართ update-ში X60 ამაში, X64-ში. მერე DLC Packs-ში შევდივართ. აქედან ვირჩევთ რომელიც გვინდა რა. აი ამას მაგალითად ხო? ამას ხსნით ესე common data თუ არა. 64 და ესე ჩაგვერთვა ჩვენი მანქანა. ეხლა შევდივართ თვითონ თამაშში, ამ რაღაცებს ვკეცავთ და თვითონ მანქანის მოდი არის ახლა გაჩვენებთ. Bugatti ვწერთ. შევდივართ აქ და აი ეს არის ჩვენი მანქანის ვერსია. რაც უნდა დავაყენო, რაც უნდა დაგვეყენებინა. გავდივართ ეხლა და შევდივართ GTA-ში. ახლა შევა. ეს ყველაფერი რო გავაკეთეთ, ეხლა ჩვენ გვჭირდება ანუ script hook-ი გვინდა ეხლა უნდა დავაყენოთ. აი ესენია. ეხლა დავაყენე გაჩვენეთ. აი ეს ორი ფაილიც უნდა გადმოვწეროთ, ეს არის მენიუ და ეს არის script hook-ი, რაც გადმოგაწერინეთ. ხსნით GTA-ს პაპკებს და რას ვაკეთებთ ეხლა? აქ უნდა ჩავაგდოთ ჯერ მენიუ, აი ესა. დაიჭერთ გადააგდებთ, ჩართული მაქვს თამაში არ გადამაგდებინებს. მერე script hook-ი, ბინი და აი ეს ორი უნდა გადავაგდოთ, აი ესე. როცა გადავაგდებთ, ეს მოდი უკვე დაგვიყენდა. შევდივართ GTA-ში.
შევიდეს ბარემ. რომ შევედით ბოდიშით. ეხლა რას ვაკეთებთ? მენიუ რო დავაყენეთ, ვაწვევით F8-ს და ჩაგვერთოთ ჩვენი ის მენიუ. მერე შევდივართ აქ vehicles owner-ში და აქ ვწერთ Chiron 17. ჩვენი მანქანა დაყენდა და თუ გეზარი ვარ, შეგიძლიათ შეხვიდეთ სუპერ მანქანებში და აქ იქნება Chiron-ი, აი. რამდენიც გინდა დაასპავნით, აი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.